თანამედროვე ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ეროვნული ინტერნეტის გათიშვის შემდეგ ირანელები კვლავ ონლაინ არიან, თუმცა ხელახლა დაკავშირება ნელა და ნაწილობრივ ხდება. და ჯერ კიდევ აშკარაა რეჟიმის მიერ დაწესებული მნიშვნელოვანი შეზღუდვების ნიშნები. ისლამურმა რესპუბლიკამ 3 თვის წინ ინტერნეტზე წვდომა მას შემდეგ გათიშა, რაც თებერვლის ბოლოს აშშ-სა და ისრაელის თავდაპირველი თავდასხმები მოხდა. ირანის მთავრობის პრეს-სპიკერი, რომელიც ინტერნეტის აღდგენას აცხადებს. გაიმართა არაერთი შეხვედრა და შტაბმა დაასკვნა, რომ ინტერნეტზე წვდომა უნდა აღდგეს. გუშინ კი პრეზიდენტის განკარგულება კომუნიკაციების სამინისტროში გადაიგზავნა. ვიმედოვნებ, რომ მომდევნო დღეებში სწრაფად შევძლებთ ამ ლეგიტიმური უფლებების აღდგენას ხალხისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ირანელი ამას მთავრობის მხრიდან დადებით ნაბიჯად აფასებს, სხვები ამტკიცებენ, რომ ეს შეიძლება ნიშნავდეს უფრო მკაცრ შეზღუდვებსა და კონტროლს, ვიდრე ინტერნეტის გათიშვამდე იყო. რამდენიმე რეაქცია. ეს 100%-ით დადებითი რამაა. ონლაინ ბაზარი ძალიან სურს დაბრუნდეს თავის წინა მდგომარეობაში. მაგრამ ეს სოციალური დევნა, რომელიც მუდმივად ხდება, მშვიდად ხდება, მნიშვნელოვნად აზიანებს ონლაინ ბიზნესებს. ბიზნესები ძლიერ არიან დამოკიდებული ინტერნეტზე. და ყოველ ჯერზე ეს შეზღუდვები კიდევ უფრო ურთულებს მათ ცხოვრებას. ძალიან მიხარია, რომ ინტერნეტი აღდგება, რადგან ბიზნესები შეძლებენ ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებას. მე ცოტა ხანს ონლაინ მაღაზია მქონდა და პროდუქტებს ვყიდდი. ნამდვილად სარგებელს მოგვიტანს ეს. მაგრამ ერთადერთი პრობლემა ცენზურაა. თუ ამაზე კარგ და სწორ გადაწყვეტას მოიფიქრებენ, ბევრი პრობლემა გადაიჭრება. დამატებითი ინფორმაციისთვის ახლა ჩვენთან ერთად არის ნიგარ მოსტაჰედი, ჟურნალისტი Iran International-დან და i4Iran პოდკასტის წამყვანიასტის წამყვანი. ნიგარ, ეს ნაბიჯი უკვე რამდენიმე თვეა დაგვიანებულია, მაგრამ მაინტერესებს, რატომ გადადგეს ეს ნაბიჯი ახლა? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ რეჟიმი ფიქრობს, რომ ეს ომი რეალურად დასრულებულია? არა, მე ასე არ ვფიქრობ. იცით, სულ ცოტა ხნის წინ ინტერნეტზე ვამზადებდი სიუჟეტს, სანამ მას გახსნიდნენ. და ვესაუბრე კიბერუსაფრთხოების ექსპერტს, რომელიც ირანული წარმოშობისაა, ამინ სლავადი. და ამინმა მითხრა, მიუხედავად იმისა, რასაც ბევრი ექსპერტი მეუბნებოდა, ის ფიქრობდა, რომ ეს სრული ინტერნეტის ბლოკირება და გათიშვა სამუდამოდ არ გაგრძელდებოდა, რადგან ეს ირანის ეკონომიკისთვის არამდგრადია. და ამით ირანის რეჟიმით ზარალდება. ასე რომ ამას გარდა უნდა შევხედოთ ირანულ საზოგადოებას კულტურული თვალსაზრისითაც. ვერ შეძლებ, იცით, კონდეს საზოგადოება, რომელიც მთლიანად ინტერნეტზეა დამოკიდებული და დაკავშირებული და შემდეგ ეს ინტერნეტი წაართვა. იცით, ირანი არ არის ჩრდილოეთ კორეა საზოგადოებრივ კულტურული თვალსაზრისით. ამიტომაც დიდი უკმაყოფილება იქნებოდა. ვფიქრობ, ამისაც ეშინოდათ. ამის მიუხედავად ჩანს, რომ ისინი უფრო ჩინური სტილის ინტერნეტ შეზღუდვებისკენ მიდიან. ბოლოდროიდელად ირანის სახელმწიფო მაუწყებლის ყოფილმა ხელმძღვანელმა თქვა, რომ ისინი ჩინურ ტექნიკას შემოაქვთ, რათა საკუთარი ვერსიის ინტერნეტი შექმნან. ზუსტად ისე, როგორც ჩინეთში ვიხილეთ, მუსლიმური უიღურების პროვინციასთან დაკავშირებით. არსებობს შიში, რომ რეჟიმი შეიძლება ინტერნეტის ამ აღდგენას გამოიყენოს იმ ადამიანების მოსაძებნად, რომლებიც ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ წერენ და შეეცადოს ამ დისიდენტების დათრგუნვას. რა თქმა უნდა, ეს ისა, რასაც ისინი ადრე აკეთებდნენ და გააგრძელებენ კიდეც. ისევ, მათ აქვთ ბევრი აღჭურვილობა და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია, რომელიც ჩინეთიდან აქვთ მიღებული და ეს საშუალებას აძლევს ზუსტად ამას გააკეთონ. მაგრამ ინტერნეტის ამ ახალი ვერსიის შემთხვევაშიც კი მაინც ბევრი შეზღუდვა იქნება. შესაძლოა მათ მისცეს საშუალება გამოიყენონ Gmail-ი და მსგავსი სერვისები. და შეიძლება მაგალითად რუსულ სიახლეებს და ისეთ რამეებს, რაც რეჟიმს აძლევს სარგებელს დაუშვან. მაგრამ ეკონომიკური თვალსაზრისით მათ ინტერნეტის გახსნა მოუწიათ. გულისხმობ, ის დაკავშირებულია ფინანსურ სექტორებთან და საზოგადოების ბევრ სხვადასხვა სფეროსთან. ირანის რეჟიმს უბრალოდ აღარ შეეძლო ასე გაგრძელება. და შეიძლება ისევ დაბრუნდნენ სრულ გათიშვაზე და ბლოკირებაზე, როცა იგრძნობენ, რომ ეს საჭიროა. ამიტომ ვფიქრობ, რომ სოფლიომ ნამდვილად უნდა მოემზადოს ამისთვის და დაიწყოს მოქმედება. იქნება ეს ტექნოლოგიის პირდაპირ გაბედვაზე გადასვლა თუ სხვა. ეხლა Iran International-მა გაიგო, რომ ილონ მასკი და აშშ-ის მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, რათა ირანის ხალხისთვის მიეწოდებინათ და დახმარებოდნენ ამ ტექნოლოგიით კავშირში დარჩენაში. მაგრამ სამწუხაროდ ფინანსური პრობლემები იყო და ამის დაბო ეს პროცესი ვერ განხორციელდა. ეს არის მოდელი, რომელსაც ირანის რეჟიმი კლავაც იყენებს.
ესე რომ შემდეგ ჯერზე, როცა იქნება კიდევ ერთი რეპრესიები, ან კიდევ ერთი მასობრივი ხოცვა ჟლეტა, რაც აუცილებლად მოხდება და ყოველდღიურად გრძელდება სიკვდილით დასჯები, არ დაგვაუწყდეს, ისინი ამას გააკეთებენ. ამიტომ სოფლიო უნდა მოემზადოს, თუ როგორ შეუძლია დაეხმაროს ირანის ხალხს. კი, უნდა ვთქვა, რომ ეს ნაბიჯი ირანის შიგნითაც არ იყო შეუფერხებელი. იყო საჯარო დაპირისპირება ირანის რევოლუციურ გვარდიასა და პრეზიდენტ პესეშიანს შორის ინტერნეტის აღდგენასთან დაკავშირებით. ახლა როგორ უნდა გავიგოთ ეს? ეს ნამდვილად შიდა დაპირისპირებაა, თუ ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური თეატრი, რომელიც რეჟიმის შიგნით ვითარდება. იცით, ვფიქრობ, ორივეს ნაზავია. ირანის რეჟიმთან დაკავშირებით ყოველთვის არის პოლიტიკური თეატრი, მაგრამ ნამდვილად არსებობს შიდა დაყოფები და ფრაქციები, უფრო მეტად ვიდრე ოდესმე გვინახავს, განსაკუთრებით ეხლა, როცა ეს მოლაპარაკებები მიმდინარეობს. კაცრი ხაზის მიმდევრები გამოდიან და სრულიად საპირისპირო განცხადებებს აკეთებენ, ვიდრე პეზეშ პესეშიანი და ადოლფოჩი ამბობენ, ან თუნდაც ღალიბაფი ამ შემთხვევაში. და ეს კითხვა ისევ იმ მთავარ კითხვას უბრუნდება, ვინ მართავს ახლა ყველაფერს ირანში? და სამწუხაროდ ამაზე ნათელი პასუხი არ არსებობს. ამიტომაც ძალიან რთულია იმის გარკვევა, რა ხდება სინამდვილეში. იქნება თუ არა შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერება. ამ ეტაპზე მე ასე არ ვფიქრობ. დიახ, ნამდვილად ბევრი მნიშვნელოვანი კითხვა არსებობს იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება. ნიგარ მოსტაჰედი, ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენთან ერთად ხართ 24 ნიუსის ინგლისურ არხზე. გმადლობთ. ეს ჩემთვის სიამოვნება.